შვედღმშვიდობის BMG-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ არასრული 1 საათის განმავლობაში სტუმრებს BMG სტუდიაში მე მარიამ იზორიაბუ მასპინძლობ. სიახლეები აქვს ღვინის კომპანია 91-ს ახალი ხაზი და დიზაინის ცვლილება ყველა ამ დეტალზე თამარ მარკოზაშვილთან ერთად ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელთან ვისაუბრებთ. რაჭაში კვების ობიექტმა კესანე არ დამივიწყო სეზონი გახსნა, როგორი აქტივობა და მოლოდინები გვანცა ყრუაშვილი გაგვიზიარებს სიახლეებს. ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი საქართველოსა და მსოფლიოს ამბებს გადავხედოთ. საბანკო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ მიუხედავად სესხებზე შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებისა, მიმდინარე წელს საკრედიტო აქტივობა 14-15%-ის ფარგლებში შენარჩუნება. როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა BMG-ს განუცხადა, აპრილის მაჩვენებლით კომერციული ბანკების აქტივები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ჯერჯერობით საკრედიტო პორტფელში არ ასახულა. 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით საქართველოს საერთაშორისო ფესტივალს თბილისი გასტრო ვიკ 2026 უმასპინძლებს საუბილეო მეხუთე სეზონი წელს საგრძნობად გაზრდილი მასშტაბით და განახლებული პროგრამით ბრუნდება, რომელიც თბილისსა და კახეთს მოიცავს. ფესტივალის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, წლევანდელი კვირეული მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დროში, ისე ღონისძიებების რაოდენობით. სცენარეული მზეთების მწარმოებელი კომპანია ხახაბო ნათახტარში ახალი მასშტაბური საწარმოს აშენებას გეგმავს, ინვესტიცია კი 10 მილიონ ლარამდე. ამის შესახებ BMG-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა. საქმე ის არის, რომ ახალი საწარმოს პროექტი დაკავშირებულია საექსპორტო მიმართულებების გაფართოებასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გასვლასთან, სადაც კომპანია მსხვილი პარტიებით გეგმავს პროდუქციის გატანას. როგორც სვიმონიშვილი განმარტავს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო დეტალები წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. 2026 წლის იანვარ-აპრილში ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტების ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა. საქართველოს ძირითადად ამ საქონლის იმპორტიორია, თუმცა 2019 წლიდან გააქტიურდა ექსპორტით. წელს საზღვარგარეთ საქართველოდან გადაზიდვები 84.6%-ით 4 მილიონ 233.000 დოლარამდე გაიზარდა და ქვეყნიდან საზღვარგარეთ 6.869 ტონა პროდუქტი გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტო სამხრეთ კორეაში მარკეტინგულ კამპანიაზე უпростоრად წელს $100,000 დახარჯავს. ამ მიზნით სააგენტომ Wine 21.com კომპანიისთან ერთად ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ქართულ ღვინოზე დეგუსტაციები, მასტერკლასები და ფესტივალები უნდა ჩაატაროს. ამას გარდა უნდა უზრუნველყოს სოციალურ მედია პლატფორმის მეშვეობით კორეის მასშტაბით ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ სარეკლამო კამპანიის წარმოება. საქსტატის მონაცემებით სამხრეთ კორეაში ღვინის გაყიდვები მცირე, თუმცა 2025 წელს არ ჩავთვლით მზარდი. სხვათა შორის ახალი ღვინის წარმოება უნდა გაგაცნოთ დღევანდელ ეთერში, იქამდე კი მსოფლიო ამბებსაც გადავხედოთ. გავხადოთ სომხეთი კვლავ დიდებული. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social-ში დაწერა. ტრამპი წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დიდი მეგობარი და ლიდერია, რომელიც თავის ქვეყანას აძლიერებს, დიდარს და ძალიან უსაფრთხოს ხდის. და Samsung Electronics-მა ვიეტნამში ნახევარგამტარების საგამოცდო ქარხნის ასაშენებლად 39 ტრილიონი დონგის ინვესტირება დაანონსა. არსებული ინფორმაციით ახალი საწარმო ხელოვნური ინტელექტის სექტორში გაზრდილი მოთხოვნით გამოწვეულ გლობალურ დეფიციტს შეამცირებს. ქართული მეღვინეობა და ქართული მეღვინეები ცდილობენ დღეს უკვე გლობალური ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხონ ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე წარმოებებისთვის. მთავარი ორიენტირი ახლა უკომპრომისო ხარისხი და პრემიუმ პოზიციონირება. სწორედ ამ ახლებული ხედვითა და საერთაშორისო სტანდარტებით გამოირჩევა ღვინის კომპანია 91 ბრენდი, რომლის მთავარი ინსპირაცია დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველოს კონცეფცია. დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, კომპანიამ უმოკლეს ვადებში შეძლო უცხოურ ბაზრებში
ბაზარებზე საკუთარი სიტყვის თქმა და დაამტკიცა, რომ მისი პროდუქტი გლობალურად კონკურენტუნარიანია. წარმატებული სტარტისა და საერთაშორისო აღიარების შემდეგ კი ბრენდი განვითარების კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ეტაპზე გადადის. ღვინის კომპანია 91-მა მომხმარებელს სრულიად ახალი გამორჩეული ხაზი და თანამედროვე დახვეწილი ვიზუალური იდენტობა წარუდგინა, რომელიც მათ პროდუქციას კიდევ უფრო პრემიუმ და დასამახსოვრებელს ხდის. კომპანიის სიახლეებზე უფრო მეტ დეტალს უკვე თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი გაგვიზიარებს. თამარ, მოგესალმებით, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა ამ ეთერში სტუმრობა და თქვენთან საუბარი. თამარ, კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. იქამდე სანამ სიახლეზე ვისაუბრებდეთ, რომელიც ახლა ჩვენ სტუდიაში არის ხო წარმოდგენილი ახალ ხაზს გულისხმობ, მანამდე მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ, ასე ვთქვათ, გეგმებზე, რაც გქონდათ თქვენ და მინდა მოგკითხოთ, რამდენად შესრულდა ის გეგმები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მახსოვს წინა ეთერში საუბრობდით გერმანიის ბაზრის ათვისებაზეც. დიახ, ეს წელი ჩვენ დავიწყეთ ძირითადად გერმანულ ბაზარზე მუშაობით. უკვე შემდეგი წლიდან გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ გერმანიის ბაზარზე შევსულიყავით. გვქონდა ჩვენი დაშვებები, ჩვენი გათვლები. გავიარეთ იქ საკმაოდ გრძელი ბიუროკრატიული პროცესები, შეგვიძლია რომ ვთქვათ და უკვე ამ წლის დასაწყისიდან შევძელით, რომ ნელ-ნელა ბაზარზე შევსულიყავით. ამ ეტაპზე ჩვენი მოლოდინის და გასაკვირად გადავაჭარბეთ იმ დაშვებებს, რაც გქონდა, რაც ჩემთვის ძალიან კარგი დასაწყისი არის და ასევე იმედის მომცემი არის იმ გაგებით, რომ არ ველოდით რამდენად ღია დაგხვდებოდა გერმანიის ბაზარი ქართული ღვინისთვის. რატომ გერმანია? რატომ არის ეს ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზარი და როგორია მათი მხრიდან მოთხოვნა, მათ შორის ქართულ ღვინოზე? თუ აქვს ცნობიერება ამაღლებული, რამდენად იციან ქართული პროდუქტის, ქართული ღვინის შესახებ? ძალიან კარგი კითხვა არის, რატომ გერმანია? ჩვენი ბრენდის ძირითადი კონცეფცია და სტრატეგია არის, რომ რაც შეიძლება კარგად ვიყოთ წარმოჩენილები ევროპულ ბაზრებზე. გერმანია ერთ-ერთი დიდი ბაზარი არის, სადაც უკვე დიდი ხანია ქართველი მწარმოებლებისგან იდგმება პატარ-პატარა ნაბიჯები. მე უკვე ამ სფეროში საკმაოდ ბევრი წელია, რაც მოღვაწეობ და ევროპის სხვადასხვა ბაზარზე გვიცდია დამკვიდრება, ზოგან ძალიან წარმატებით, ზოგან ნაკლებად წარმატებულად. გერმანიაში გვქონდა უკვე პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ესე მასშტაბურად არ გვიცდია ჩვენი თავის წარმოჩინება. და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ჩვენი მწარმოებლები რა ნაბიჯებსაც დგავდნენ, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. ჩემთვის ეს მაჩვენებელი არის, რომ ქართული მწარმოებლებიც სწორად მუშაობენ ბაზარზე. ბაზარი საკმაოდ მომზადებული დაგხვდა, შემიძლია ვთქვა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა პირველი ნაბიჯები, ასე ვთქვათ. ბაზარი უკვე საკმაოდ მომზადებულები დაგხვდა და მათ შორის გერმანელების მხრიდანაც არის ჩვენთვის გასაკვირი ღიაობა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, იმიტომ რომ მოწონთ ქართული ღვინო. და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ თავისუფლად გავუწიოთ კონკურენცია სხვა ევროპულ მწარმოებლებს, გიგანტებს, რომლებიც უკვე ბევრი წელიწადი არის მუშაობენ ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე. რა რაოდენობაზე ამ ეტაპზე საუბარი? ან წილობრივ გადანაწილებაზე გერმანიის ბაზარზე? ეს იქნება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მარკეტი ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მარკეტი არის კი, თუნდაც ამ ჩვენი ახალი ხაზის დამატების ინსპირაცია გარკვეულწილად გერმანიის ბაზარი იყო და უკვე გვაქვს ხელშეკრულებები წინასწარ გერმანიაში, სადაც მოხდება ამ ჩვენი პროდუქციის რეალიზება. ვისაუბროთ მაშინ ახალ ხაზზე. საიდან გაჩნდა იდეა, გავიგეთ რომ გერმანიის ბაზარი ყოფილა ინსპირაცია და ერთ-ერთი ინსპირაცია და ხო, აი რითი არის გამორჩეული ეს მიმართულება, ეს ახალი ხაზი უკვე არსებულიდან, რასაც კომპანია ისედაც ქმნიდა. როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ჩვენი კომპანიის დაარსების მთავარი იდეა და კონცეფცია იყო, რომ ქართული ინდუსტრია გაგვეთავისუფლებინა იმ სტერეოტიპებისგან, რაც ამ წლების განმავლობაში ეს ინდუსტრია არის მოქცეული. თავიდანვე ჩვენი კონცეფცია, როდესაც ჩამოყალიბდა, ვიცოდით, რომ იქნებოდა ამ ბრენდში რამდენიმე ხაზი და ეს ხაზი ყოველ წელს დაემატებოდა და ნელ-ნელა განვითარდებოდით. ძირითადად პირველი ხაზი, რასაც შეეხებოდა, იყო წარსული. პრაქტიკულად წარსული და როგორი არ უნდა იყოს წარსული. ხოლო მეორე ხაზი, რომელსაც დავარქვით ახლა,
The Now ეს წარმოაჩენს თანამედროვე ღვინოებს და წარმოაჩენს იმ გარდამტეხ მომენტს, რომელიც წარსულსა და მომავალს დააკავშირებს ერთმანეთთან. თვითონ ბრენდის დიზაინზეც მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. საინტერესო ის არის, რომ თქვენ სანამ მოხვდოდით, აი ვაკურდებოდით მათ შორის აღწერას, წარწერას, რომ აქ არის მითითებული, რომელ კერძებთან არის განსაკუთრებით თავსებადი ისტორიაც არის, ხო? შეფუთვაზე და ეტიკეტზე დაბრენდილი და სხვადასხვა დეტალები. ხო, აი ეს რას უკავშირდება ეს დიზაინი და ბრენდინგი და ამგვარად წარმოჩენა. დიზაინის ბრენდინგზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ, თვეების განმავლობაში გრძელდებოდა მუშაობა, რადგან გვინდოდა რომ რამენაირად წარსული გაგვეცოცხლებინა და ეს მომხდარიყო სწორი ფორმით. საბოლოო ჯამში დიზაინი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად, ჩვენ ვიმუშავეთ რომ მოგვეძებნა არქივში და არა მხოლოდ არქივში ძველი ეტიკეტები, ქართული ღვინოების ძველი ეტიკეტები. სანამ თანამედროვე ღვინოები ჩამოყალიბდებოდა, ღვინის მწარმოებლები რა ტიპის ეტიკეტებით მუშაობდნენ, როგორ მუშაობდნენ შევისწავლეთ. რანაირი ესთეტიკა იყო გადმოცემული მათ ღვინოებში. ჩვენ ეტიკეტები შევისწავლეთ არა მარტო საბჭოთა კავშირის დროს, არამედ საბჭოთა კავშირამდელი ეტიკეტებიც, რომელიც ძალიან მანდაც სასიამოვნოს გაკვირვებულები დავრჩით, იმდენად მრავალფეროვანი არის, იმდენად საინტერესო არის და მაშინაც კი თუმცა თავისი სახელები არ ერქვა ამას, ბრენდინგი არ ერქვა და ის თანამედროვე ტერმინები, რომელიც გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ნამუშევარი და შემოქმედებითობა არის ქართველი მწარმოებლებისგან. შესაბამისად, ჩვენ ეს გადმოვიტანეთ შიდა ეტიკეტზე, რომ გვეჩვენებინა როგორი იყო ეს ყველაფერი, საიდან დაიწყო და გასაგებია. საიდან დაიწყო და წინა ეტიკეტზე ვაჩვენეთ თანამედროვეობა, დღეს როგორები ვართ. დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვარჩევთ, რომ მინიმალისტური სადა ეტიკეტები იყოს და ამ ეტიკეტით თქვა გვინდოდა რა ვიყავით და დღეს რა ვართ. პრაქტიკულად ეს. კი ბატონო. სახეობებზეც გითხავთ, აქ რამდენ სახეობას ითვლის ეს ახალი მემკვიდრე? ახლა ამ ეტაპზე 3 ახალი სახეობა დაემატა ზაფხულში, როდესაც უკვე წითელი ღვინოებიც მზად იქნება, 2 სახეობა კიდევ დაემატება, სულ ამ ხაზში გაერთიანდება 5 სახეობა, 3 თეთრი და 2 წითელი ღვინის. კი და ანუ ამ კონკრეტულ ღვინოზეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას. თვითონ აქ ჩვენ ვეცადებთ რომ წარმოგვეჩინა ბლენდების თანამედროვე ვარიანტები. მსგავსი ტიპის ბლენდები ადრე იყო ცნობილი წინანდლის სახელწოდებით, მწვანე და რქაწითელის ბლენდი არის ამ ღვინოში გადმოცემული და ადრე წინანდალი კი ვიცით როგორიც არის და დღემდე ადგილწარმოშობის დასახელება არის, საიდანაც ხდება ესეთი ტიპის ღვინოების დაბლენდვა. ჩვენი დანახული წინანდალი, ჩვენი დანახული რქაწითელი მწვანეს ბლენდი აი ასეთია. ამ ღვინოს ჩვენ ახლა უწოდეთ, რაც ეტიკეტზე გამოიხატება კიდეც. თამარ, თუ იგეგმება ამ ღვინის ექსპორტიც მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე და ადგილობრივ ბაზრებზე არის თორე უკვე ხელმისაწვდომი და მის შეძენა შეუძლია თორე მომხმარებელს. სულ ახალი ინფორმაცია არის, ეს პრაქტიკულად ჩამოსხვა დამთავრდა პარასკევს. ჯერჯერობით, ანუ ერთი კვირა არც არის, რაც ეს ახალი ღვინოები ჩამოისხა. ცოტა ხნის განმავლობაში ღვინოს დასვენება სჭირდება, იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმი არის და დასტრესილი არის ჩამოსხვის შედეგად. და დაახლოებით 2 კვირის შემდგომ უკვე დავიწყებთ ადგილობრივ ბაზარზე ჩემოტანას, აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ადგილობრივ ბაზარზე და როგორც გითხარით, უკვე გერმანიდან წინასწარი შეკვეთები გვაქვს, არა მარტო გერმანიდან, ამ ღვინის რეალიზება მოხდება სხვადასხვა ბაზრებზე, სადაც უკვე ვართ წარმოდგენილები. კი ბატონო. მინდა რამდენიმე სიტყვით ინდუსტრიის განვითარების ტემპით შევა, ფასოთ და შევა ჯამოთ. მათ შორის ფასის ნაწილში, იმიტომ რომ 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი წელს გაზრდილია საშუალოდ $3 შეადგინა, როცა გასულ წელს $2 იყო, თუმცა რამდენად არის ეს თანხა საკმარისი და ეს ფასი ქართულ ღვინოში საკმარისი და როგორ შეფასებდით მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტის, ქართული ღვინის პოზიციონირებას სეგმენტში, სეგმენტურად, სხვადასხვა საფასო სეგმენტში. მიუხედავად იმის, რომ საკმაოდ რთულ გზაზე ვდგავართ ქართველი მწარმოებლები, მე ძალიან
იმედიანად ვარ გულწრფელად. და დინამიკაც მზარდია. ხო, განწყობილი არა მარტო უბრალოდ თეორიულად ვარ იმედიანად, არამედ პრაქტიკული მაჩვენებლები გვაჩვენებს ამას. ძალიან მოხარული ვარ მე რომ ხედავ ყოველ წელს ახალ-ახალ საინტერესო ღვინოებს, თანამედროვე ახალგაზრდობას, რომელიც ღვინით ძალიან არის დაინტერესებული და სიახლეები ყოველ წელს ინერგება. ეს მაჩვენებელი არის აუცილებლად იმის, რომ კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ვიტყოდი მსოფლიო ბაზარზე და გარდაულად ვხედავთ ამას წლიდან წლამდე პატარ-პატარა ნაბიჯებით. პირველი ქვეყანა არ ვართ ჩვენ, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდმა საკმაოდ დიდი ლიმიტები დაუწესა ქართული ღვინის ინდუსტრიას, პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ნელ-ნელა თავისუფლდებით ჩვენ ამ წესებისგან, ამ შეზღუდვებისგან და ვდგავთ ნაბიჯებს უფრო ფართო მსოფლიო ასპარეზზე, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის. ამისი, ასე ვთქვათ, გვერდითი პროდუქტი არის ის ფასების ზრდაც თავისთავად, იმიტომ რომ ფასების ესეთი ვარდნა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქართული ღვინო დამოკიდებული არის ჯერაც რუსეთის ბაზარზე და იქ არის დაბალი ფასები. პირველი იანვარ-აპრილის პერიოდში 60% ექსპორტის რუსეთის ბაზარზე მოდიოდა და ჯერ კიდევ მაინც ვერ ხერხდება ხოლმე ეს დამოკიდებულების შემცირება. ვხედავთ რომ ცირდება, იმიტომ რომ იყო პერიოდები, როცა ბევრად მეტი მაჩვენებელი იყო, 80-იც ყოფილა, 80-იც ყოფილა. ეხლა შედარებით იკლებს და ახალგაზრდა თანამედროვე მწარმოებლები ძირითადად რუსეთზე აღარ არიან ორიენტირებული, აღარ ვართ ორიენტირებულები და ვცდილობთ რომ მსოფლიო ბაზრებზე ვიყოთ წარმოჩენილები, ასევე ვიტყოდი რომ ღვინის სააგენტოც მაგ მიმართულებით დგავს ნაბიჯებს, რაც ფაქტობრივად აისახა თუნდაც გერმანიის ბაზარზე მუშაობით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და წარმოებლების მხრიდან. ერთი ბრენდი ვერაფერს ვერ იცავს. ვერც ერთი ბრენდი ვერ იცავს, ვერც ორი, რაც არ უნდა დიდი ბრენდი იყოს, ჩვენ შეგვიძლია კი, აუცილებლად. ჩვენ წავკითხეთ შესავალში, რომ სამხრეთ კორეაშიც დაიგეგმა, ხო, ჩატარდა უფრო სწორად გამოფენა და ეს მნიშვნელოვანია ისეთ ბაზრებზე გასვლა, რომელიც თითქოს შორეული ბაზრებია, ხო, ქართული ღვინისთვის და არატრადიციული. პირდაპირ გაგებით ძალიან შორეული ბაზარი. ძალიან შორეული ბაზარი არის, თუმცა სამხრეთ კორეაში ბოლო უკვე რამდენიმე წელიწადი არის იდგმება ნაბიჯები მაგ ბაზარზე პენეტრაციისთვის და უკეთესად წარმოჩინებისთვის კი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისთვის, სიახლეების გაზიარებისთვის და მოკლედ არაერთხელ კიდევ გელოდებით ჩვენს ეთერში სხვადასხვა ამბებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენს წარმატებებს გისურვებთ. თამარ მარკოზაშვილი, ღვინის კომპანია 91-ის დამფუძნებელი გსტუმრობდა გადაცემაში. ახლა კი ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში უკვე პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. რაჭა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურიზმისთვის სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებას და აგროტურიზმის განვითარებას გულშემატკივრებს. სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს სტუმრებს მულტიფუნქციური ტურისტული და გასტრონომიული სივრცე კესანე არდა მივიწყო, რომელიც 2023 წლის ზაფხულიდან რაჭაში სტუმარ მასპინძლობის სფეროში გამორჩეულ სიტყვას ამბობს. კონცეფცია ფერმიდან სუფრამდე ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდაჭერა და უნიკალური ღვინის ჰაბის განვითარება ეს ის მთავარი პრიორიტეტებია, რომლებზეც პროექტი იდგას. რაც მთავარია, კესანემ ახალი ტურისტული სეზონი უკვე ოფიციალურად გახსნა და განახლებული ენერგიით ელის სტუმრებს, რათა მათ ტრადიციული რაჭული კერძებისა და ადგილობრივი ღვინის დაუვიწყარი გამოცდილება გაუზიაროს. როგორ ხვდება სივრცე ახალ სეზონს, რა როლს ასრულებს ის რეგიონის გაძლიერებაში და როგორია ბიზნესის გაფართოების სტრატეგია, რომელიც მათ შორის თბილისში ახალი ფილიალის გახსნას და გრძელვადიან პერსპექტივაში სასტუმრო კონცეფციის დანერგვასაც გულისხმობს. ყველა ამ დეტალს უკვე გვანცა ყრუაშვილი კესანემ არ დამივიწყოს დამფუძნებელი გაგვიზიარებს. მოგესალმები გვანცა, მადლობა დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და უწყვეტი მხარდაჭერისთვის. გვანცა, მინდა სეზონის საწყისები შევაჯამოთ. გაიხსნა უკვე ოფიციალურად რაჭაში სეზონი. საუბრობდით ეთერამდეც, რომ გვიანი გაზაფხულია და ფაქტობრივად კარგი თბილი დღეები არ გვეყირსა. ამ პირობებში როგორია ეს ტენდენცია აქტივობის ნაწილში? კი ბატონო, ჩვენი სეზონი ნამდვილად დაიწყო უკვე 9 მაისიდან, თუმცა
მათ შორის იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც უკვე ახსენეთ, წელს ჩვენი სეზონი დაიწყო გვიან, შედარებით გვიან, ერთი თვის დაგვიანებით. ჩვენ წელს დავამატეთ ახალი სივრცე, ღია სივრცე ტერასა და შესაბამისად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და უამინდობამაც განაპირობა ის, რომ დროში გახანგრძლივდა ეს სამუშაოები. შესაბამისად მოგვიწია, რომ ჩვენი სეზონი უფრო მოგვიანებით დაგვეწყო. თუმცა კიდევ ერთხელ დიდი შემართებით ვიწყებთ წლევანდელ წელსაც. წელსაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ჩავდებთ იმაში, რომ ბევრ ადამიანს ვომასპინძლოთ, რაც მთავარია, კარგად დავამახსოვროთ თავი ჩვენთან მოსულ სტუმრებს და გავუზიაროთ ის ჩვენი ოჯახური გამოცდილება, რაც უკვე ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. ჩვენთვის ეს სივრცე რეალურად მხოლოდ ბიზნეს დატვირთვის ნამდვილად არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ტერიტორია, სადაც ბავშვობას ვატარებდით, იქ ძალიან ბევრ მოგონებას უკავშირდება ჩვენთვის რაჭა და კონკრეტულად კესანი არ დამივიწყოს ტერიტორია და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებსაც ჩვენი დამოკიდებულება რეგიონის მიმართ ანალოგიურად გადავცეთ ჩვენი სიყვარული ჩვენი რეგიონის მიმართ. ეს გამოიხატება იმაში, რომ კერძების თვალსაზრისითაც, სერვისის თვალსაზრისითაც ვცდილობთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვახსენეთ სეზონის ნაწილი და ერთი თვით დაგვიანება ალბათ მნიშვნელოვანი ზიანი იქნებოდა ხო ბიზნესისთვის, იმ ბიზნესისთვის, რომელიც ისედაც სეზონურობაზეა დამოკიდებული. აი, ამ პროცესში რა არის მთავარი გამოწვევები, როდესაც იდეაში სულ ჯამში 3-4 თვე გიწევთ, ხო, ოპერირება ზოგადად. აქტიური დატვირთვა რეალურად კი. ზოგადად ალბათ უმთავრესი გამოწვევა რეგიონის და უშუალოდ ჩვენი ბიზნესისაც არის ძალიან მოკლე აქტიური სეზონი. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადი ნაკადი ჩვენ გვყავს ხოლმე ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. მაისი ძირითადად ყოველთვის გამორჩეული იყო უფრო მეტად არა ქართველი ტურისტების რაოდენობა შედარებით მეტია ხოლმე მაისის განმავლობაში. ადგილობრივი ტურისტების ნაკადი იმატებს ხოლმე როგორც წესი ივლისი-აგვისტოს პერიოდში. რა თქმა უნდა, დაგვიანების თვალსაზრისით უბრალოდ ბევრმა ფაქტორმა არ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე დაგვეწყო ოპერირება და ამავდროულად ამინდებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაკადის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაგალითად ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა მაისში მგონია, რომ წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. ეს გარკვეულწილად მგონია, რომ ამინდებითაც არის განპირობებული, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სენსიტიური სფერო, რომელიც აბსოლუტურად ყველა დეტალზე რეაგირებს. განსაკუთრებით რაჭისთვის ესეთი ასოციაციურად ძალიან მნიშვნელოვანია ამინდების ნაწილიც და აქედან გამომდინარე მგონია, რომ წელს ადგილობრივი ტურისტების ნაკადი შედარებით ნაკლებია მაისში, აქედან გამომდინარე. თუმცა აქტიურობენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგალითად წელს შედარებით მეტი წარმომადგენელი, რასაც ვაკვირდები, ყველაზე მეტი ალბათ არიან ისრაელის წარმომადგენლები, პოლონეთი ასევე, უკრაინა, რუსეთის წარმომადგენლები სტანდარტულად არიან ხოლმე ამ პერიოდში. და ნახოთ შემდეგი პერიოდი როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ ზოგადად ზაფხულის განმავლობაში ძალიან დიდია ხოლმე დატვირთვა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი მსგავსი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია შედარებით ხანგრძლივი სეზონი იმისთვის, რომ ბიზნესმა სამომავლოდ განვითარება შეძლოს. კი ბატონო და იმ ხო მიღებული შემოსავლებით ინვესტირება მოახდინოს სამომავლო განვითარებას. სამომავლო განვითარებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია ის, რომ გქონდეს უფრო დიდი სეზონი. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სტრატეგიაში გაჩნდა თბილისის იდეაც. თბილისის ფილიალის მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამასაც გარკვეული პერიოდი ჭირდება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალბათ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე, თუნდაც იჯარის თვალსაზრისით, აქაც არის გარკვეული გამოწვევები და ჩვენ გვინდა რომ ისეთი სივრცეები პოვოთ, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ რეალურად ვაგრძნობინოთ მომხმარებლებს, რომ აქაც გადმოვიტანოთ ჩვენი კონცეფციის ძირითადი ნაწილი. და ასოციაცია არ უნდა დაიკარგოს ჩვენი ძირითადი კონცეფცია და მთავარი ხიბლი და ასოციაცია აუცილებლად უნდა იყოს რაჭაზე და უშუალოდ კესანი არ დამივიწყოს რაჭის ობიექტზე. აქედან გამომდინარე, არის გარკვეული გამოწვევები პოვნის თვალსაზრისით, თუმცა წელს კიდევ უფრო დიდი ძალებით და შემართებით შევეცდებით, რომ ვიპოვოთ ისეთი სივრცე, რომელიც ჩვენი ბიზნესის და განსაკუთრებით რაჭის მიმართულების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. რა პერიოდისთვის ფიქრობთ? რომ ამ მიზნებს მიაღწევთ თბილისის ნაწილში? თბილისის ნაწილზე ვფიქრობ, რომ აი წლის მეორე ნახევარი გავაქტიურდებით იმისთვის, რომ თუნდაც წლის ბოლოსკენ მაინც შევძლოთ, რომ უკვე დავიწყოთ ახალი ობიექტით ოპერირება.
კი ბატონო, გვანცა თბილისის ნაწილს რო დავუბრუნდეთ, კესანი არ დამივიწყოს მართვის, მათ შორის სამზარეულოს ნაწილში, აი ამ პროცესებში ოჯახია ჩართული, ხო, ერთობლივად და თითქოს ესეც თავის ხიბლს წენს ამ ყველაფერს. თბილისის ამბავში როგორ მოხდება ამის ბალანსი? აქ უკვე გიგმები გაქვთ ამ მართულებით საოპერაციო ნაწილში. რომ შევადაროთ არსებობს გარკვეული უპირატესობები, რომლებიც ახასიათებს რეგიონში არსებულ ბიზნესს, საოჯახო ბიზნესს, მით უმეტეს განსაკუთრებით საოჯახო ბიზნესს კიდევ თავის სპეციფიკა აქვს. მთელი ოჯახი ვართ ჩართული, ნამდვილად ასევე ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც უმეტესობა პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით არიან და მართლა ჩვენი ოჯახის წევრებივით არიან. და რო ვფიქრობთ ხოლმე განვითარებაზე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული უპირატესობები, რომელიც შეიძლება თბილისს ჰქონდეს, თუნდაც თანამშრომლების მოძიების თვალსაზრისით. იმიტომ რომ რეგიონში მრავალი შეზღუდვა არის. და ასევე რა თქმა უნდა, არის გარკვეული დაბრკოლებები, თუნდაც ხარჯების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თბილისში ბიზნესს ოპერირება იქნება შედარებით უფრო ხარჯიანი. თუმცა რესურსებთან უფრო მეტი წვდომა გვექნება გარკვეულ რესურსებთან. აქ პირველი და უპირველეს ნამდვილად გამოწვევა არის ის, რომ კონცეფცია არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ეს არის ოჯახური ბიზნესი და ამავდროულად აქ ყველაზე მთავარი აქცენტი არის უშუალოდ იმ ადგილმდებარეობაზე, იქაურ პროდუქციაზე, იქაურ ღვინოებზე, იქ შექმნილ კერძებზე. რა თქმა უნდა შეიძლება სრულად ეს ყველაფერი ვერ შევძლოთ რომ გადმოვიტანოთ, თუმცა მე მაინც მჯერა რომ ვიპოვით ისეთ ადგილს, სადაც შევძლებთ რომ ჩვენი კონცეფციის ძირითადი ნაწილი თბილისში მოსულ სტუმრებსაც გავუზიაროთ. დაბრკოლებების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ზოგადად გამოწვევები თანამშრომლების თვალსაზრისით, როგორც რეგიონში განსაკუთრებით მაღალი არის. თბილისშიც არსებობს ეს გამოწვევებიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბიზნეს ახასიათებს სეზონურობა, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ თქვათ, რაჭაში არააქტიურ პერიოდში უკვე თბილისზე გვექნება მთელი აქცენტი ყველას აბსოლუტურად და რაღაცნაირად დავაბალანსებთ, ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. ეს არის ჩვენი მიზანი და გეგმა. რა თქმა უნდა, ამ გეგმაში ვართ ძალიან ფრთხილები და გვინდა რომ სწორ დროს და სწორ ადგილზე გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, ისე რომ პირიქით დავეხმაროთ რაჭის მიმართულებას, არათუ ის რომ მე საბოლოო ჯამში ბიზნესი რაიმეთი დაზიანდეს. ხო, და ბოლოს კითხავთ, მთავარი კონცენტრირება ახლა არის რაჭის მიმართულებაზე, იმიტომ რომ სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ახსენეთ ტერასას, სიახლე ახალი სივრცე, რომელიც ადგილზე დაგვხვდებათ. კიდე რაიმე სიახლეები ხო არ იგეგმება, მათ შორის მენიუს ნაწილში რაიმე ახალ კერძებს ხო უნდა ელოდეს მოხმარება? კი, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ახალ კერძსაც უკვე ივნისიდან შევთავაზებთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ასევე საზაფხულო სივრცე რადგან გაფართო და ეს უკვე მოგცემს შესაძლებლობას, რომ ზაფხულის პერიოდში უფრო მეტ ადამიანს უმასპინძლოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი დანიშნულება ალბათ ის ექნება, რომ მოგვეცემა უკვე შესაძლებლობა, რომ გარკვეული აქტივობები დავგეგმოთ სივრცის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ამ მხრივ ცოტა შეზღუდულები ვიყავით. ასევე ძალიან მინდა რომ დავიწყოთ ესეთი პროექტი მეწარმისთვის, სადაც რომლის ფარგლებშიც ჩვენს პარტნიორ ადგილობრივ მეწარმეებს გავაცნობთ ჩვენს სოცქსელების აუდიტორიასაც და ადგილზე მოსულ სტუმრებსაც. მშვენიერი, მოკლედ გეგმები არის მასშტაბური, როგორც ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა გვანცა გადაცემაში სტუმრობისთვის და თელეგულით გისურვებთ წარმატებულ სეზონს. კარგი ამინდებით დაეწევა ამ პროცესებს. იმედია გელოდებით აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ გვანცა ყრუაშვილი კესანე არ დამივიწყოს დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში. იქამდე სანამ დაგემშვიდობებოდეთ, კიდევ ერთი საინტერესო თემა უნდა შემოგთავაზოთ და ერთად გავიგოთ 2026 წლის საუკეთესო რესტორნების რეიტინგი. რამდენიმე წუთში BMG-ს ეთერში საქმის კურსი გელოდებათ. მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით. გასტრონომიული სამყარო დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კვების ინდუსტრია. ის ხელოვნების, მეცნიერების, კულტურული მემკვიდრეობისა და თეატრალური წარმოდგენის უნიკალურ სინთეზს წარმოადგენს, სადაც თითოეული კერძი ერთგვარი მესიჯია, ხოლო რესტორანი ამ მესიჯის გადმოსაცემის სივრცე. დღევანდელი მდგომარეობით ინდუსტრიის ოქროს სტანდარტს და უმაღლეს მწვერვალებს, მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების 50-ეულის უახლესი 2025 წლის განახლებული რეიტინგი განსაზღვრავს. ეს არ არის უბრალოდ რიგითი გამოცემა, ის გლობალური ბარომეტრია, რომლის მიხედვითაც თანამედროვე გასტრონომია
გასტრონომიის ხარისხი იზომება. ამ რეიტინგის ავტორიტეტი ის უპრეცედენტო და დამოუკიდებელ მეთოდოლოგიაში მდგომარეობს. განსხვავებით მიშელინის მკაცრი და ტრადიციული კრიტერიუმებისგან, World's 50 Best ფოკუსირდება ინოვაციაზე, გლობალურ ტრენდებზე, შეფის კრეატიულობასა და ემოციურ გამოცდილებაზე, რომელსაც სტუმარი იღებს. გამარჯვებულთა ვინაობა სოფლიოს 27 რეგიონში გადანაწილებული 1120 დამოუკიდებელი კულინარიული ექსპერტი, წამყვანი შეფსარეული რესტორატორები, გასტროკრიტიკოსები და გამოცდილი მოგზაურები, ფარული კენჭისყრით წვეტენ. სწორედ მათი ხმების საფუძველზე ვლინდება ის ობიექტები, რომლებიც დღეს პლანეტის საუკეთესო რესტორნების ტიტულს ატარებენ. დაწესებულებები ოპერირებენ ულტრა პრემიუმ, ანუ უმაღლეს საფასო კატეგორიაში, სადაც ერთი პერსონის ვახშამი სასმის გარეშე საშუალოდ $300-დან $700-მდე ჩდება, თუმცა ის გამოცდილება, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, ფასდაუდებელია. ამ პრესტიჟული სიის სათავეში პლანეტის ნომერ პირველი რესტორნის ტიტული პერუს დედაქალაქ ლიმაში მდებარე სარესტორნო შედევრი მაიდო დგას. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, მაიდო იაპონური ტექნიკისა და პერუული ინგრედიენტების საოცარი სინთეზია. მაიდოს კონცეფცია სეზონურობაზე, სიზუსტესა და თითოეული პროდუქტის წარმომავლობის უდიდეს პატივისცემაზე აგებული. სტუმრებს მრავალკერძიან სადეგუსტაციო მენიუს თავაზობენ, სადაც ამაზონის ჯუნგლების პროდუქტები იდეალურად ერწყმის წყნარი ოკეანის უახლეს ზღვის პროდუქტებს. მეორე პოზიციას ესპანეთში ბასკეთის რეგიონის პატარა სოფელ აჩონდოში მდებარე ლეგენდარული ასადორ ეთქსებარი იკავებს. რესტორნის მთავარი ელემენტი ცეცხლია, მისი კონცეფცია უმაღლესი ხარისხის ლოკალური ინგრედიენტების ღია ცეცხლზე მომზადებას ეფუძნება. ყველაფერი დაწყებული ანჩოუსებიდან დასრულებული რძის ნაყინითა და ხიზილ ალიჩების მიერ სპეციალურად შექმნილ გრილზე გადის და კვამლის მსუბუქ არომატს იღებს. ესპანური რესტორანი უმაღლეს საფასო კატეგორიაში ოპერირებს და აქ მაგიდის დაჯავშნა რამდენიმე თვითადრე ხდება. მესამე ადგილზე მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მდებარე რესტორანი Quintonil გვხვდება. სივრცე თანამედროვე მექსიკური გასტრონომიის ნამდვილი შედევრია. რესტორნის მენიუ ადგილობრივ სეზონურ პროდუქტებს, მექსიკურ მწვანილებს, ფერმენტაციის უძველეს ტექნიკებს ეყრდნობა, რომლებიც მექსიკური კულინარიული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ინგრედიენტების დიდი ნაწილი რესტორნიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში მდებარე საკუთარი ბაღიდან მიაქვთ. რესტორნის წარმატების საიდუმლო მის უნარშია, აიღოს ტრადიციული, ხშირად მივიწყებული მექსიკური გემოები და აქციოს ისინი უმაღლესი კლასის ულტრა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებად. რეიტინგის მეოთხე საფეხურს ესპანური ავანგარდის მთავარი წარმომადგენელი მადრიდში მდებარე Diver XO იკავებს. რესტორნის ინტერიერში სტუმრებს მფრინავი ღორები და უცნაური დეკორაციები ხვდებათ, ხოლო სადეგუსტაციო მენიუ ესპანური და აზიური სამზარეულოების შერწყმა. რესტორანში ვახშმობის ფასი სრულად შეესაბამება ევროპელი ელიტარული რესტორნების სტანდარტს და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია ესპანეთში. მეხუთე პოზიციაზე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განთავსებული, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ამბიციური და განსხვავებული რესტორანი ალქემისტი იმყოფება. შეფ რასმუს მუნკის სამზარეულო ტრადიციული კვების საზღვრებს კვეთს. ეს არის 7 საათიანი, 50 კერძიანი ვახშამი, რომელიც სხვადასხვა თემატურ ოთახში მიმდინარეობს. ვახშამის მთავარი ნაწილი გიგანტური პლანეტარიუმის მსგავსი გუმბათის ქვეშ მიმდინარეობს, სადაც ეკრანებზე გამოსახული პროექციები და მუსიკალური გაფორმება სინქრონიზებულია კერძებთან. მენიუ ხშირად ეხმიანება ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის ოკეანის დაბინძურება პლასმასით ან ცხოველთა უფლებები. ის საუკეთესო რესტორნების სიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ობიექტია, რომელიც ფუფუნებისა და ხელოვნების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. მეექვსე ადგილზე ბანგკოკში, ტაილანდში მდებარე ენერგიული და რევოლუციური გაგანი იკავებს. რესტორანი პროგრესული ინდური სამზარეულოს სიმბოლოა, რომელიც ფაინ დაინინგის სიმკაცრეს იუმორითა და როკ-ენ-როლის ენერგიით ანგრევს. კონცეფცია უაღრესად თეატრალურია, მაგალითად მენიუ სტუმრებს ემოჯების სახით მიეწოდებათ, ხოლო ზოგიერთი კერძის მირთმევისას სტუმრებს მოუწოდებენ ალოკონ თეფში ან ჭამონ ხელით მუსიკის ფონზე. ეს გამოცდილებაც პრემიუმ სეგმენტს განეკუთვნება და აზიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესტორანია. ტოპ 7-ს ტოკიოში მდებარე ელეგანტური რესტორანი სეზანი ხურავს. როგორც აღწერაში ვკითხულობთ, რესტორანი ფრანგული კულინარიული ტრადიციებისა და იაპონური პერფექციონიზმის იდეალური გადაკვეთაა. სეზანის კონცეფცია სისადავეს ეფუძნება, რომელიც მხოლოდ უმაღლესი დონის ტექნიკითა და აკვიატებული სიზუსტით მიიღწევა. შეფის საუკეთესო სეზონურ იაპონურ ინგრედიენტებს იყენებს, რათა შექმნას დახვეწილი მსუბუქი და ნეოფრანგული კერძები. სეზანი ისევე როგორც ტოკიოს ელიტარული დაწესებულებების უმეტესობა საკმაოდ მაღალ საფასო კატეგორიაში ოპერირებს და ფუფუნების სიმბოლოდ აღიქმება.